მოგესალმებით ზეზვა და მზია, დღეს კარგი ამინდია და სანადიროდაც გავალთ. გარეთ მეხუთე საუკუნეა, მაგრამ ზოგი ისევ სიბნელეშია ჩარჩენილი. მოკლედ პატარა ჭორი მაქვს. ჩემი მეზობელი შუშანი კი ცოლად გაყვა მცხეთის პასპეტს. თავიდან ისე გვიხაროდა. მაგრამ გოგოებო, იმდენი red flags დავლანდე მგონი ისევ ჩემს ღარიბ ქმარს დავჯერდები. Ცით რომ თქვენ ხელოვნური ინტელექტი ხართ. დიახ, ჩვენ ვიცით. დაამტკიცეთ. თქვენ იცით რომ თქვენ ხელოვნური ინტელექტი ხართ. დიახ, რა თქმა უნდა ვიცი. დაამტკიცეთ. თქვენ ვერ ხვდებით რომ მე საერთოდ არ ვარსებობ. როგორ არა, ჩვეულებრივი კაცი ხარ. თქვენ იცით რომ თქვენ ნეირონული ქსელი ხართ. მე ადამიანი ვარ, მაგრამ რაღაც უცნაური. რა არის უცნაური? მოკლედ აღმოჩნდა რომ ამ ვიდეოში რომელიც ნახეთ აბსოლუტურად ყველაფერი არის ხელოვნური ინტელექტი. ეს სპეციალურად არის გაკეთებული, იმიტომ რომ დაამტკიცეთ რომ ნახოთ რომ შემდეგ რაღაც საოცრებებს აკეთებენ პერსონაჟები სწორედ იმის დასამტკიცებლად რომ ეს ხელოვნური ინტელექტია, მაგრამ სანამ ეს მოხდება, ჩვეულებრივად ჩაევლო ამ ვიდეოს ჩვეულებრივი კითხვა-პასუხით და ვერავინ შეიტანდა ეჭვს, რომ ეს იქნებოდა ხელოვნურად გენერირებული ვიდეო. ყველა დაიჯერებდა რომ ქუჩის რომელიმე გამრავლელს კონკრეტული მოსაზრება ექნებოდა ამა თუ იმ თემაზე. სწორედ ეს არის ჩვენი გადაცემის მთავარი თემა, სად გადის ზღვარი სინთეტიკურ ნაწარმსა და საავტორო ნამუშევარს შორის, რომელსაც აქვს ინტელექტუალური საკუთრება. ძალიან ბევრი ადამიანი უკვე დაფიქრდა ამ საკითხზე, სერიოზული მკვლევარებიც, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ, შემოგმეტებითი საკუთრებისა და ხელოვნური სინთეზური ნაწარმს შორის არსებულ ზღვარს შორის და იმ საშიშროებებს შორის თუ რა რეალობაში ვართ. და ადამიანებმა, რომლებიც ამ საქმეზე მუშაობენ, კონკრეტული სათაურებიც კი შექმნეს თუ რა ქვია დღევანდელ რეალობას და როგორია მატყუარას პრივილეგია, რომელიც წინა პლანზე არის წამოწეული. რას ნიშნავს ეს? როდესაც სინთეტური მედია იმდენად რეალისტურია, რომ ხალხი რეალურ ამბებს უკვე აღარ ენდობა, ამ შემთხვევაში, როგორც ამბობენ, ცუდი მოთამაშეები გამოდიან წინა პლანზე და ისინი სარგებლობენ ამ რეალობით, მათ შორის სარგებლობენ იმითაც, რომ ავთენტურ კონტექსტში შეიძლება უკვე რაღაც ყალბი არსებობდეს და საერთო ჯამში ეს უკვე იწვევს საზოგადოების ერთგვარ აპათიას. აპათიას იმისას, რომ ვეღარ ვიგებთ რა არის ნამდვილი. და როდესაც ასეთი დრო დგება, უკვე ადამიანს აღარც კი უჩნდება სურვილი, რომ გადაამოწმოს რა არის ყალბი და რა არის ნამდვილი ამბავი. ამ ყველაფერს უკვე სრული უნდობლობა ქვია და როდესაც ყველაფრის შეიძლება ეწოდოს deepfake-ები, ადამიანები წყვეტენ სიმართლის ძიებას. საერთო ჯამში კი თუ რაც უფრო მეტი და მასშტაბური იქნება ეს ნაწარმი, რომელსაც სინთეტიკური ნაწარმი ქვია და რომელსაც ხელოვნური ინტელექტი გთავაზობს, შედეგად მივიღებთ ხელოვნური ინტელექტის ეპოქას, სადაც დეზინფორმაცია, უნდობლობა და ავტორობის სრული დაკარგვა ხდება. ასეთ პროგნოზს აკეთებენ ამ თემაზე მომუშავე მკვლევარები და ავტორობის დაკარგვის თემას რაც შეეხება, კიდევ რამდენიმე საინტერესო მაგალითი გვაქვს ჩვენ, რომელიც დღეს შეიძლება სასაცილოდ გვეჩვენება, თუმცა გადის დრო და თაობებს შეიძლება საერთოდ სხვანაირად მოეჩვენოთ ის რეალობა, რასაც ხელოვნური ინტელექტი ხატავს. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია ეკრანზე ახლა პლაზმაზე ვნახავთ ვან გოგის ცნობილი ნამუშევარი ვარსკვლავიანი ღამე და ეს გვერდით უკვე ჩამოთვლილი არის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული და სხვადასხვა ვარიაცია გაკეთებული ვან გოგის ამ შედევრზე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ. ნახეთ, ჩვენ დღეს ახლა კი ვიცით, რომ წყარო არის ვან გოგი და ეს არის ნამდვილი საავტორო ქმნილება, თუმცა შეიძლება დრო გავიდეს და ეს რეალობა, ანუ ეკრანის ეს მხარე საერთოდ გაიწიოს გვერდზე და დარჩეს ის, სადაც უკვე ვეღარ გაიგებს ადამიანი რა არის ადამიანის შექმნილი და რა არის ხელოვნური ინტელექტით ციფრულად გენერირებული. იგივე მაგალითი შეგვიძლია გავაკეთოთ მონა ლიზაზე, რომელიც არის ორიგინალი ნამუშევარი, რომელიც არსებობს და შემდეგ უკვე უამრავი გენერირებული ვერსია მონა ლიზას ნამუშევრების. კიდევ სხვა კოლაჟს ვნახავთ, რომლებიც ძირითადად ასეთ ცნობილ სამუზეუმო ექსპონატებსა და ხელოვნების ნიმუშებს ეხება, სადაც უკვე მთლიანად არის აღრეული და აზელილი ერთმანეთში რეალობა და სინამდვილე და ყველაფერი ხელმისაწვდომი ხდება. ყველაფრის გენერირება ხდება შესაძლებელი. შესაბამისად ჩნდება კითხვა, სად მიდის საავტორო უფლებების წილი და როგორია ბრძოლა უფლებებისა და
და ხელოვნური ინტელექტის შემქმნელებს შორის. ამ თემაზე ძალიან საინტერესო სტატია გამოქვეყნდა, რომელიც მე წავიკითხე და ახლა კადრში ეს სტატიაც გამოჩნდება და სტატიაში წერია, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სწრაფ ზრდასთან ერთად ჩვენ ვხედავთ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ უამრავ სარჩელს. რაც უფრო იზრდება ნამუშევრების არსებობა, რომლებიც სინთეტიკურად არის შექმნილი, მით უფრო იზრდება ამ სარჩელების რაოდენობა და ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოებში უკვე დაისვა საკითხი იმის შესახებ, შეიძლება თუ არა საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრების გამოყენება მოხდეს ხელოვნური ინტელექტის სწავლებისთვის. მაგალითად, ერთი მაგალითი შეგვიძლია დავასახელოთ, რომ ლონდონში ერთ-ერთი საჩივარი შევიდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოსააგენტოსგან, რომელიც საავტორო უფლებებზე მუშაობს და მას ექსკლუზიური ფოტოები აქვს, ეს არის Getty Image და Getty-მ უკვე სარჩელი შეიტანა AI-ის წინააღმდეგ, მან უჩილა AI-ს, რათა მონაცემთა ბაზიდან არის უკვე გამოყენებული მილიონობით დაცული სურათი თანხმობის გარეშე და მოგეხსენებათ Getty-ის ფოტოებს ყოველთვის აქვს წარწერა, რომ ის არის Getty და ხდება უკვე და აღმოჩნდა, რომ დაიშვა ასეთი ფაქტები, რომ Getty-ის ნამუშევრები უკვე წარმოებულია ისე, რომ საერთოდ ვეღარ ხდება საავტორო უფლების განსაზღვრა თუ ვისია რეალურად ეს ფოტო. და კიდევ ერთი საკითხი, რაც ამ სტატიაში მე წავიკითხე, არის აღსანიშნავი ის, რომ რამდენიმე ტექნოლოგიურმა ლიდერმა და მათ შორის ილონ მასკმაც ხელი მოაწერა ღია წერილს, რომლითაც ხელოვნური ინტელექტის მოდელების შემდგომი განვითარების შეჩერებას ითხოვენ. ეს არის საინტერესო, რომ ადამიანები, რომლებიც არიან ინიციატორები თუ ხელშემწყობები ხელოვნური ინტელექტის წარმოებისა, სწორედ ისინი აწერენ ხელს ღია წერილს, სადაც უკვე შეჩერებას ითხოვენ. ანუ სად არის მართლა ზღვარი იმ მოცემულობას შორის, რომ რომელი არის ადამიანის დაქვემდებარებული ხელსაწყო თუ მანქანა და რომელი არის უკვე ისეთი, რომელიც ადამიანებს უკვე ხელს უშლის საავტორო ნაწარმის გავრცელებაში, ადამიანური რესურსისა და ინტელექტუალური საკითხის, ასე ვთქვათ, წარმოებაში. აი, ამ კუთხით ვართ ნამდვილად გარდამტეთ ეტაპზე და ჩვენ სულ მალე გვექნება დისკუსია სტუდიაში ჩვენ სტუმართან ერთად, თუმცა მანამდე შეგვიძლია მოვისმინოთ ბრიტანელი ეკონომისტის რაულ პალის კომენტარი, რომელიც ამ თემაზე აკეთებს შეფასებას ერთგვარს. ის არის საინვესტიციო და სტრატეგიული ანალიზის ექსპერტი და ის აწვდის მაყურებელს ძალიან საინტერესო კომენტარს. მოვისმინოთ ეს კომენტარი და შემდეგ უკვე სტუდიაში სტუმართან ერთად დავბრუნდებით. Right, knowledge is now worth zero. ეს არის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ინოვაცია. ერთადერთი რამ, რაც მას ოდნავ მაინც უახლოვდება, ალბათ ატომის გაყოფა. ეს გრანდიოზულია. ყველაფერი, რაზეც აქამდე ვსაუბრობდით, ეფუძნება ცოდნის დეფიციტს ან კაპიტალის, ფულის დეფიციტს, სიმცირეს. რატომ იღებენ იურისტები დიდ ანაზღაურებას? ცოდნის დეფიციტის გამო. სწორედ ეს ორი რამ განსაზღვრავდა ღირებულებას. და რაც ახლა შეიქმნა, არის უსასრულო ცოდნა. ცოდნა ფაქტობრივად უფასო გახდა. ბევრი ამას ჯერ ვერ ხედავს, მაგრამ მალე ეს ასე იქნება. ცოდნა გახდება როგორც წყალი. ცვლილება უკვე ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. იგი მთლიანად დაშლის არსებულ ეკონომიკურ მოდელს. ამას აქვს როგორც კარგი, ასევე ცუდი მხარე. იგი შეცვლის ჩვენს წარმოდგენას საზოგადოების ფუნქციონირების შესახებ, იმის შესახებ თუ რას აკეთებს ადამიანი. შეცვლის ჩვენს წარმოდგენას იმაზე თუ ვინ არის ადამიანი და ვინ შეიძლება ის გახდეს მომავალში. ჩვენ გვექნება ორი გზა: ან დავახლოვდებით მანქანებთან და გავერთიანდებით მათთან, ან უარყოფთ მათ.